ხშირად ადამიანებს გვახსენდება ჯანმრთელობა მაშინ, როდესაც გვიჭირს. 7 აპრილი კი გვახსენებს, გავაფრთხდეთ ჯანმრთელობას დღეს, რომ არ ვინანოთ ხოლმე. მაქსიმალურად მოვაშოროთ ბავშვები ეკრანებს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვაცხოვროთ. ჯანმრთელობა არის თქვენი ბედნიერი მომავლის საწინდარი. ხომ გავაფრთხილდეთ თქვენი და თქვენი პატარების გულებს. გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან. გულსიძახთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ თამბაქოს მოწევისგან. ერთი უბრალო კვლევა შეიძლება დიდი პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ. გისურვებთ ჯანმრთელობას. წონის კონტროლი, პრევენციული კვლევები და ჯანსაღი კვება არა მხოლოდ დაავადების თავიდან აცილებაა, არამედ ჯანსაღი ცხოვრების საფუძველია. როგორც ექიმი გეტყვით, ჯანმრთელობის შენარჩუნება უფრო მარტივია, ვიდრე მისი დაბრუნება. ჯანმრთელობას გისურვებთ. დროული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის საწინდარია. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არის უმნიშვნელოვანესი ყველა ორგანოთა სისტემის მართვისთვის, რისთვისაც აუცილებელია პერიოდულად TSH-ისა და FT4-ის კონტროლი იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სერიოზული გართულებები. ჩემთვის როგორც ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმ ადამიანებზე ზრუნვა ფიქრი, რომლებიც შემდგომ ჩადგებიან ჯანმრთელობის სამსახურში. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულად შემოწმება, რადგანაც ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულსიძახთა პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. პრევენციული ანალიზების სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ. ჩაიტერეთ კვლევები დროულად, მანამ სანამ სიმპტომი შეგაწუხებთ. ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა. ჯანმრთელობა ერთმანეთის მხარდაჭერაცაა, უანგარო დონაცია, სიცოცხლის გაზიარებაა. დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ საჭიროების დროს დროულად მიმართეთ ექიმს, დროულად ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები, უფრო მეტიც ყოველწლიურად საჭიროა პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება და თუ ამ წესებს დაიცავთ, თქვენ ძლიერი და ჯანმრთელი იქნებით.